კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბაშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. დილამშვიდობისა თბილისის დროით ახლა 11 საათი 18 წუთი გახლავთ რადიო იმედის დილის არხის ფორმატში მოგესალმებით და მინდა გითხრათ რომ დღევანდელი დღე 3 დეკემბერი გახლავთ მთელს მსოფლიოში თარიღი რომელიც უკავშირდება პესტიციდებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ასევე კომპიუტერული გრაფიკის მსოფლიო დღე და მნიშვნელოვანი თარიღი ასევე რაც დაკავშირებულია 3 დეკემბერთან გახლავთ ის რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ საკითხზე ჩვენ მოგვიანებით გვექნება სატელეფონო ჩართვა, ახლა კი ყურადღებას გავამახვილებთ იმ სამწუხაროდ კლავინდებურად აქტიურ საკითხზე, რასაც პანდემია ქვია და მისგან გამოწვეულ რეალობას. ბოლო 24 საათში COVID ინფიცირება დაუდასტურდა 4260 ადამიანს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 24 საათის ბოლო 24 საათის განმავლობაში გახლავთ 2457 457, ხოლო ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა არის 45, ანუ ამ მხრივ მაჩვენებელი სამწუხაროდ გაიზარდა. ჯანმრთელი დილის ფარგლებში რადიო იმედის პირდაპირ ეთერში სწორედ ამ თემაზე ვაპირებთ ახლა აქცენტის გაკეთებას, ვეცდებით გავიგოთ მეტი თუ როგორია COVID პაციენტების ბინაზე მართვა, როგორ მოვიქცეთ, რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსით დაინფიცირებისას სახლში დარჩენის შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. ამ თემებზე ჩვენ ახლა რადიო იმედის პირდაპირ ეთერში პედიატრს, ნეონატოლოგს ნინო გორგაძეს გავესაუბრებით, რომელიც ხაზია. გამარჯობა, ქალბატონი ნინო, მოგესალმებით. გამარჯობათ. მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ქალბატონი ნინო, COVID პაციენტების ბინაზე მართვა ახლა პანდემიის თუ კარანტინის უკვე მეორე ეტაპის პერიოდში საქართველოსთვის იმდენად რეალური და ჩვეულებრივი გახდა, რომ ბევრს აღარც უკვირს და თუ აქამდე თავდაპირველად ადამიანები ცალსახად COVID სიმპტომების შემჩნევისთანავე ცდილობდნენ რომ კლინიკაში წასულიყვნენ, ახლა არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც აღარც უნდათ სახლიდან გასვლა და მით უმეტეს თუ აქვთ იზოლირების საშუალება სახლში არიან. რამდენად ადვილია სახლში COVID-თან სწორი ბრძოლა და ამ მხრივ რა ტიპის რეკომენდაციები შეიძლება გავცეთ მოქალაქეებისთვის? საინტერესო კითხვა, მადლობა კითხვისთვის. მოგეხსენებათ რომ COVID-19 საკმაოდ გავრცელებადი დაავადება და ამან განაპირობა სწორედ COVID დადასტურებული პაციენტების ბინაზე მართვის აუცილებლობა. რომ გახსენებათ რომ COVID ინფექცია მიმდინარეობს ძირითადად 80%-ში მსუბუქი ფორმით და 15%-ში მძიმე და კრიტიკული მხოლოდ 5%-ში და სწორედ აი ეს 80% ძირითადად უნდა მოდიოდეს და ძირითადად ასეც ხდება მოდის ბინაზე მართვაზე. ანუ 80% სავსებით სწორი მართვის პირობებში შეიძლება იმართოს ბინაზე, რადგანაც ამჟამად მუდმივად 112-ის პროგრამული უზრუნველყოფით კლინიკებს მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია COVID დადასტურებული პაციენტების შესახებ. შემდეგ უკვე ეს ოჯახის ექიმები იქნებიან თუ პედიატრები 24 საათის განმავლობაში უკავშირდებიან პირველივე დღეს პაციენტს და მონიტორინგი მიმდინარეობს პირველი 14 დღის განმავლობაში. მონიტორინგი მოიცავს არაუგვიანეს პირველ, მესამე, მეექვსე, მეათე და მე-14 დღეს. რაც შეეხება მართვას, ხორციელდება როგორც ტელეფონით, ასევე ვიდეო ჩარტვის საშუალებით, ტელეფონით რაც შეეხება მიმდინარეობს მონიტორინგი სიმპტომების, აქვს თუ არა ტემპერატურა, ხველა, ქოშინის, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი, სახსრების, თავის და ასე შემდეგ, რაც კორონავირუსის არის დამახასიათებელი და თუმცა აქვე უნდა აღნიშნო ობიექტურად ტელეფონით შეფასება, რა თქმა უნდა რთულია ობიექტური მონაცემების შეფასება, მაგრამ შეიძლება დაავადებულ პაციენტს ან მის მოვლენს ვთხოვოთ, რომ განსაზღვროს ტემპერატურა, იგივე წნევა, პულსი, სატურაცია, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტი არის ქრონიკული დაავადებების მქონე, ასევე უნდა მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ქრონიკული დაავადებების ბინაზე მონიტორინგი და შევამოწმოთ, რამდენად სწორად იტარებს იგი ამ მკურნალობას. თუ ასეთი მონიტორინგი
სწორად და ზუსტად განხორციელდება, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილებთ იმ გართულებებს, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს. ქალბატონი ნინო, კითხვა შემდეგი საზოგადოებაშიც გაჩნდა და მინდა რომ ამაზე თუ შეგიძლიათ პასუხი გავგზეთ. კი ბატონო. ჩვენ ახლა ბინაზე მართავთ COVID ინფექციას ბინის რეალობაში მხოლოდ იმიტომ რომ ადგილი არ გვაქვს თუ პრაქტიკა მაჩვენა რომ თუ გართულებები არ არის COVID ინფექციის მართვა ბინაზე აბსოლუტურად შესაძლებელია და ნორმალურია. პირველი ორივე კითხვა შეიძლება იყოს აქ გათვალისწინებული და ესე იგი ეს მე თვითონ ვარ COVID ექიმი მართავ ბინაზე პაციენტებს და ჩემი დაკვირვებითაც როდესაც პაციენტის სწორად მართულია აქვს სუბუქის სიმპტომები აბსოლუტურად შესაძლებელი არის მისი ბინაზე მართვა და არავითარ საჭიროება ჰოსპიტალიზაციის არ საჭიროებს. გასაგებია. და გართულების შემთხვევაში რამდენად ეს კომუნიკაცია როგორია და რამდენად ეფექტიანად შეიძლება მოხერხდეს გართულების შემთხვევაში უკვე ბინიდან გართულების შემთხვევაში როგორც მოგეხსენება 14-დღიანი მონიტორინგი მიმდინარეობს პაციენტთან ხდება პირველ მესამე მეექვსე მე-10 და მე-14 დღეს კონტროლი მონიტორინგი დარეკვა თუ ვიდეოზარით თუ ტელეფონით და იმის მიხედვით თუ რა ჩივილები აქვს შემდეგ კვლავ ჩვენ ვუკავშირდებით 112-ს გადავცემთ რომ პაციენტი საჭიროს აქვს საგანგაშოს წითელი დროშის ნიშნები ეგრეთ წოდებული მაინც მე ჩამოვთვლი რომ ამ პაციენტებმა გაითვალისწინოს თვითონაც ყურადღება მიაქციონ ეს არის მკვეთრად გამოხატული ქოშინი სუნთქვის მკვეთრი გაძნელება ტკივილი გულმკერდის არეში ცივი და აჭრელებული კანი სისხლიანი ხველა მწვავედ განვითარებული გონების დაკარგვა ძნელად ფხიზლდება ტუჩების და სახის ციანოზი ანუ სილურჯე შარდის შეკავება ან შემცირება აი ეს არის ის საგანგაშო სიმპტომები რომელიც პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს თითოეულ პაციენტს რა თქმა უნდა კომუნიკაცია აქვს თავის COVID ექიმთან და შეუძლია თვითონაც დაუკავშირდეს იმ მომენტში რათა დროული ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. გასაგებია. თქვენი შეფასებით ახლა როდესაც COVID ინფექციის უკვე მეორე ტალღა გვაქვს არ ვიცი მესამეც მოგვიახლოვდა თუ როგორია ცოტა ძნელი შესაძლებელია ამ პერიოდში ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა სახალხო მედიცინას ამას ვერ დავარქმევ ძალიან ბევრი რაღაც რეალობასთან შეუსაბამო რეკომენდაციაც კი იყო და აი ამ ესეთი არასამედიცინო რეკომენდაციებიდან სახლის პირობებში რომელი არის დასაშვები და ნორმალური ალბათ ამ ლიმონის წვეთები მე მგონი ამ შემთხვევაში ყველაზე უპირატესი და რეალურია თუ როგორია აი გეტყვის პირველი რაც არის COVID დადასტურებულ პაციენტმა გაითვალისწინოთ ეს არის რა თქმა უნდა თვითიზოლაციის წესების გათვალისწინება მეორე ეს არის სითხის მიღება დაახლოებით 2 ლიტრის ოდენობით სითხეს აქვს მნიშვნელობა წყალი იქნება ჩაის ფორმით ყავა თუ როგორ იყოს წყალი უმჯობესია წყლის სახით მიღება თუ დაუშვათ ბავშვებში ხშირად არის ხოლმე დაუშვათ დიარეა ფაღარათი გულისრევა და ღებინება ამ შემთხვევაში პირად უნიშნავთ ელექტროტესტს რომ გაუწყოვარება არ მოხდეს ბავშვი არ მივარდეს და შემდგომ გართულებები არ მოყვეს ამას და რა თქმა უნდა ტემპერატურის მონიტორინგი და ასე შემდეგ და აუცილებელი არის მოძრაობა სიარული როგორც შეძლებს სუბუქი ვარჯიშები სახლის პირობებში აი ეს არის ძირითადი სამი პირობა რაც COVID დადასტურებულ პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ლიმონის გაწვრა და წყალთან ერთად მისი მიღება რამდენად შესაბამება ლიმონის გაწვრა ციტრუსები სეზონური ხილი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია რომ მივიღოთ მithumetes ახლა სეზონი მithumetes ახლა ორგანიზმში ალბათ ამის საჭიროებაც არის ამ სეზონზე. საჭიროებაზე საკმაოდ ეფექტურია სხვათა შორის სეზონური ხილი ლიმონიანია წყლის მიღება კი. და ქალბატონ ნინო ჩვენი დიალოგის ბოლოს ძალიან ბევრი ადამიანი უკვე მოერია COVID ინფექციას სახლის პირობებში გადაიტანა და მათთვის ვინც ახლა ფინიშს არის ამ მიმართულებით და სამშვიდობოს გადის მათთვის თუ არის რაიმე რეკომენდაცია რომ სახლის პირობებში COVID-თან ბრძოლის შემდეგ აქვს თუ არა ვალდებულება ან საჭიროება რომ
გავიდნენ სამედიცინო კლინიკებში, სადაც ესეც მარტივი არ არის, ახლა ანუ მოთხოვნა მაღალია, მაგრამ აქ თუ არა საჭიროება და აუცილებლობა იმისა, რომ სხვა ტიპის ანალიზი ჩაიტარონ, არ ვიცი, ან სისხლზე, ან ფილტვებთან მიმართებაში რომ შეისწავლონ. იცით როგორ არის, ასეთი მონიტორინგი გამოჯანმრთელი პაციენტს პრაქტიკულად არ ჭირდება, თუმცა არ არის სასწრაფო, მაგრამ უახლოეს გამოჯანმრთელიდან 2-3 კვირის განმავლობაში სასურველი იქნება, რომ ოჯახის ექიმის კონსულტაცია ჩაუტარდეს და ობიექტური შეფასება მოხდეს პაციენტის. გასაგებია. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ამ რეკომენდაციებისთვის. კარგად ამდებოდეთ. მადლობა, პედიატრი, ნეონატოლოგი ნინო გიორგაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ვისაუბრეთ COVID პაციენტების ბინაზე მართვის შესახებ, მოვისმინეთ რეკომენდაციები ექიმისგან და იმედი მაქვს, რომ მიიღეთ საჭირო ინფორმაცია, უკი ახლა ვინმე სახლის პირობებში ებრძვით კორონას. მცირე სარეკლამო პაუზა გვაქვს და შემდეგ კვლავ დაბრუნდები პირდაპირ ეთერში. კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბაშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად.